ეს არის სანაპირო, სადაც მეკობრეები 300 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოვიდნენ ასობით გემით. ამიტომ დღეს მოვიტანე მეტალის დეტექტორი, რომ ნახო დატოვეს თუ არა მეკობრეებმა რამე საინტერესო. დავიწყე სანაპიროზე მეტალის დეტექტორით ძებნა. პირველი რაც ვიპოვა იყო უზარმაზარი თითბერის ლურსმანი. ეხლა შეიძლება დიდად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს სპილენძის ლურსმანი 300 წელზე მეტი ხნის წინ მეკობრეების გემის კორპუსში იქნებოდა გამოყენებული. ეს ლურსმანი ცნობილია როგორც ვარდისთავიანი ლურსმანი. ისინი ძალიან ძველია და ძალიან იშვიათი. ზუსტად იმ ადგილთან ახლოს, სადაც ეს ძველი ვარდისთავიანი ლურსმანი ვიპოვე, ამოვიღე ოქროსფერი კოვზი. თითქმის დაწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს აქ ჩამოვარდნილი იყო მეკობრეების გემიდან, რომელიც აქ იყო გაჩერებული და შემდეგ ტალახში დაიკარგა. როცა აქ სეივნობდი, უამრავ ასეთ ძველ მეკობრეების გემის ლურსმანს პოულობდი და ეს არც მიკვირს, რადგან აქ მეკობრეების გემები იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია მათი პოვნა. თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეხლა ყველაზე მაგარ აღმოჩენას გავაკეთებდი, რაც კი ოდესმე ამ სანაპიროზე უპოვიათ. დიუნებთან ახლოს რომ მივედი, ღრმა ვერცხლზე მიმანიშნებელ სიგნალზე თხა დავიწყე და როცა ამოვირე, სრულიად შოკში ვიყავი. ის რაც შემთხვევით ამოვთხარე, იყო 350 წლის მეკობრის მონეტა. ასეთი მონეტა დიდი ალბათობით გემიდან იყო ჩამოტანილი და შემდეგ სწორედ იქვე დაიკარგა, სადაც გემები იდგა. ნეტავ ეს სხვა გემიდან მეკობრეებმა წაიღეს და ნადავლად ჩაიგდეს ხალში. ვინ იცის? კომენტარებში დაწანეთ, რას ფიქრობთ თქვენ.